დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. სასამართლოს ხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესს დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მზია ამაღლობელმა სასამართლოზე თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. მან კოლეგებსაც მიმართა და თქვა, არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. ამ დარბაზში ჩემგან მარცხენა მხარეს ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ეს ამბავი კი ძალიან მახარებს. ამას არ აღვიქვამ როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერას აღვიქვამ. მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს, მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისათვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობას წარმოადგენთ, სადაც არ უნდა იყოთ. განუზომელი ენერგია მოდის თქვენგან. სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადავრჩი. დრო კვლავ არის ბრძოლისთვის და გავიმარჯვებთ. ბოდიშიც მაქვს მოსახდელი, ჩემი ოჯახის, მეგობრების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გუნდისთვის. წუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ, არ გატყდეთ. ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა იყოს, თქვენი ყველა ნაბიჯი ღირსეული იქნება. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე. სიტყვის მერე ძალიან ემოციურად ძიმე განცდა მაქვს და დარბაზი გრძნობდა ამას. თავად მზიას განცდასაც პირველ რიგში და არ მინდა ჩემი სიტყვებით რა ვაუფასურო თვითონ მზიას ემოცია, რაზეც მან ისაუბრა. ყველაფერი შეაჯამა, მან პრინციპში სასამართლოს უთხრა, რომ ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, არის ეს თავდასხმა, თუ არის ეს შეურაცხყოფილი, განადგურებული ადამიანის ემოციური რეაქცია შეურაცხყოფაზე. ეს მზიას სიჩუმე მთელი ამდენი ხნის მანძილზე მოიხსენებათ ჩუმად იტანდა ყველაფერს, რაც ამ სასამართლო დარბაზში ხდებოდა, მაგრამ მე წინა პროცესზე ვთქვი, მისი სიჩუმე ყველაზე ძლიერად ისმის თქო და მისი სიჩუმე რო ყველაზე ძლიერად ისმოდა 7 თვის განმავლობაში, ეს ქართული მედიის დამსახურება იყო. რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა რა ხდება ამ სასამართლო დარბაზში, რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა მზიას საქმე როგორი სარკია იმ სიმახინჯეების. სასამართლოსგან ყველანაირი მოლოდინი გვაქვს, ჩვენ ვიცით, რომ ის დამოუკიდებელი არ არის, რა გადაწყვეტილებასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღეს. მზიამ აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა, გულწრფელად არ დარჩა არაფერი უთქმელი. თავდასხმა რო არ არის, ეს სამართლებრივად დასაბუთებულია, ორი აზრი სამართლებრივად ამ საკითხში ვერ იაჭრებს. დანარჩენი სისტემა რაც გადაწყვეტს, როგორც თვითონ თქვა, იქში ვნახავთ. ძალიან მძიმე დღე არის, კიდევ ამ საზოგადოებას რაღაცნაირად დაცინიან ამ გაგრძელებით, მზიას ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ ეს წასვლა-წამოსვლა, რაც ძალიან რთული არის და რთული არის ცხადია ფსიქოლოგიურად, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო, როცა სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ შეესწავლა, რაც საჭირო იყო, ბოლომდე შაბათკვირა იყო და რა საჭირო არის კიდევ გადადება. არ მაქვს მე პროგნოზებს და რაღაცა მსჯელობას მე ვაკვირდები ფაქტებს. მას ჩართულობის სერიოზული პრობლემა. იცით რომ მხედველობა აქვს მინიმალური, ფაქტობრივად უსინათლოა, 10% აქვს ერთ თვალში და ექიმებმა შეამოწმეს, გაყვანილი ყავდათ ახლა და უთხრეს ესეთი რამ, რომ ეს არ არის ოფიციალური, მაგრამ მაინც რაც მას უთხრეს არასამედიცინო ენაზე, რომ შესაძლებელია 2 დღეში დაკარგოს სრულიად მხედველობა და შესაძლებელია რაღაც პერიოდი, ვთქვათ 2 წელიც გაგიქაჩოს ამ თვალმა, რაშიც აქვს 10%. ამიტომ ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით და ბევრი იურისტის აზრით და საერთაშორისო თუ შიდა აქტორების აზრით მზია არის უდანაშაულო და მას არ ჩაუდენია ის მუხლი, რაც მას აქვს ბრალად წარდგენილი თავდასხმა პოლიციელზე, უნდა გაათავისუფლოს. თავისუფლება მზია ამაღლობელს ამ დევიზით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. ისინი მზია ამაღლობელს უკანონო პატიმარს უწოდებენ და მისი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მზია უნდა გათავისუფლდეს
წინააღმდეგ შემთხვევაში მზია ადრე თუ გვიან იქნება თავისუფალი. თუმცა ისინი, ვინც მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ გადაწყვეტილების ტყვეობაში დარჩებიან მთელი ცხოვრება. ამიტომ დაეხმარეთ საკუთარ თავს. გაათავისუფლეთ მზია. სიმართლე გითხრათ, არა მაქვს დიდი იმედი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა რაღაც მცირე იმედი მაინც მინდა დავიტოვო იმისა, რომ მოსამართლე თავის თავს მაინც არ გაწირავს და არ გააკეთებს, არ დაემორჩილება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ზემოდან კარნახობენ. ესე რომ მზიას ციხეში გაშვება ეს იქნება ამ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განაცხადი, თუ როგორ სახელმწიფოს აშენებს ოცნების რეჟიმი და რა ელოდება სამომავლოდ ყველა ქართველს და არა მარტო მზია ამაყრობას. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს 14 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციისათვის გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს სილა გააწნა. პედაგოგისა და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტო, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. პროკურატურის განცხადების საპასუხოდ ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქოემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი. როდესაც ნინოსთან შევედი, დაახლოებით 11 საათი იყო და უკვე 2 ნევსი ჰქონდა გაკეთებული, 2 ინექცია, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო, რადგან კვლავ აქვს გაუსაძლისი ტკივილი. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სამართლებრივ კონსულტაციაზე ვიყავით შეხვედრაზე, რამდენჯერმე ძალიან გაუჭირდა გაგრძელება ამ კონსულტაციის, ცდილობდა სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფილიყო, დიდხანს ვერ ჯდებოდა სკამზე და ცდილობდა რომ ამდგარიყო და შეეცვალა თავისი პოზიციები, იმიტომ რომ ის დიაგნოზი რაც არის ხერხემლის ნინოსთან მიმართებაში, ეს არის შეუქცევადი და დისკის დაზიანება არის შეუქცევადი პროცესი. ნინოს შემთხვევაში მას კვლავ აქვს ის გამოწვევები, რაც ჰქონდა 2019 წელს ვგულისხმობ ხერხემელზე გაკეთებულ ოპერაციას 4 თვის შემდეგ, როდესაც პირველი ოპერაცია ჩაუტარდა ნინოს, 4 თვის შემდეგ საჭიროება დადგა მეორე ოპერაციის. ეს საჭიროება ეხლაც არის. სწორედ ამიტომ ვამბობდი მე პირველი წარდგენის პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების პროცესზე, რომ არ შეიძლებოდა ნინოს საპატიმროში ყოფნა. ის ვარაუდები, რასაც პროკურატურამ დააფუძნა პატიმრობა, ვარაუდებს იმიტომ ვახსენებ, რომ არანაირი მტკიცებულებაზე არ იყო დაფუძნებული და პროკურატურის ვარაუდები იყო. ამ ვარაუდებიდან გამომდინარე იყო ნინო პატიმრობაში, არის პატიმრობაში ამ დრომდე და პროკურატურას დაახლოებით 10 ფურცელი აქვს დამატებული გამოძიების მასალებს, რომლის მოპოვებასთან არანაირი კავშირი ნინოს არ ექნებოდა და ვერ ექნებოდა. შესაბამისად, თავშივე ნინოს პატიმრობა იყო უკანონო და ის იყო ტყვეობაში, როდესაც ადამიანი უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში, ის არის ტყვეობაში. რაც შეეხება სააპელაციო სარჩელს, უნდა დაესწროს პროცესი ნინოს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რა გითხრათ თავად დღეს, როდესაც შეხვდით, თუ ჩაინიშნება მოსმენა, სწორედ იმ საქმეზე, რომელიც თქვენ გაასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, აპირებს თუ არა რომ მივიდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ნინოს შეუზღუდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება. ჩვენ ამას სასამართლო პროცესზეც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების პროცესს გულისხმობ. სასამართლო პროცესზეც აღნიშნავდით ამას, წერილობითაც მივწერეთ სასამართლოს, ასევე წერილობით მივწერეთ პროკურატურას იმ ერთ საათში, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაინიშნა სასამართლო პროცესი. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით ამას და სასამართლოს ვეუბნებოდი, რომ არც კი დაგვიკავშირდა ჩვენ თანაშემწე და არც კი გაგვაგებინა, რომ სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, სასამართლოს პასუხი იყო, რომ რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ხო დაუკავშირდით სასამართლოსო. სასამართლო პროცესზე ჩვენ ვამბობდით, რომ ნინო დათაშვილისთვის ცნობილი არ იყო, რა პროცესი იმართებოდა. მას როდესაც უთხრეს, რომ 7 პროცესი გაქვს და წამოდი სასამართლო პროცესზე დასასწრებად, ნინომ უპასუხა, რომ 7 აგვისტოს ჰქონდა სასამართლო პროცესი. შესაბამისად, იმ ინფორმაციის გარეშე, რა ინფორმაციაც აუცილებელი იყო ნინოსთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩაატარეს ნინოს განხილვის გარეშე. ვუთხარი მე სასამართლოს არაერთხელ განვუმარტე, რომ ნინოსთვის რო ცნობილი ყოფილიყო, რა პროცესი
იხილებოდა მის მიმართ, ის აუცილებლად მოისურვებდა ამ პროცესში მონაწილეობას. იგივე დაადასტურა დღეს ნინო დათაშვილმა, ის ამბობს, რომ კატეგორიულად სურს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოხდეს მისი ჩართულობა, მისი მონაწილეობა და უბრალოდ ეს არის ძალიან ელემენტარული საპროცესო უფლება, წყდება ადამიანის ბედი, წყდება ადამიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების ბედი და ცხადია მას აქვს უფლება, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული, რომელსაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შეუზღუდა სასამართლომ, რადგან პროკურატურის შუამდგომლობის განხილვისთვის ჰქონდა 24 საათი და სასამართლომ პროცესი ჩანიშნა დაახლოებით 1 საათში შუამდგომლობის შეტანიდან. ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისში უწყვეტ საპროტესტო აქციაზე. ნინო მასწავლებელია, ცრემლები ადამიანურია, რეჟიმი საბჭოური. აქტივისტებმა მსგავსი წარწერებით ბანერები მიიტანეს აქციაზე. ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა თავისი ნაცადი საბჭოური მეთოდი და თვალწინ გაგვიცოცხლა ნაზი შამანაურის ისტორია. ჩვენ არ დაუშვებთ 21 საუკუნეში მსგავსი პრეცედენტის განმეორებას. მე მოუწოდებ ჩემს კოლეგებს, პედაგოგებს, რომელთა უმრავლესობა დუმარებაში იყვნენ აქამდე და გონიათ, რომ ჯერ კიდევ გონიათ, რომ ეს რეპრესიული კანონები, რომლებსაც ხელისუფლება ყოველდღიურად გვახვევს თავს, მათ არ შეეხებათ. და მე მინდა, რომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადო ნინო დათაშვილს და მე მინდა, რომ ყველა ექიმმა, ყველა ფსიქიატრმა, ყველა პედაგოგმა ხმა აიმაღლოს ამ ყველაზე მძიმე ვითარებაში და ყველაზე მთავარი მინდა ვთქვა ის, რომ ხერხემლის დაავადება აქვს ნახევარ საქართველოს. და ის ტკივილები, რომლებსაც ჩემს ირგვლივ განიცდიან ადამიანები და ეს სავსებით ადამიანურია, ეს ცრემლები ადამიანურია, ეს ხელისუფლება არის საბჭოური. ნინო დათაშვილისათვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას აფასებს ექიმი ფსიქიატრ ნარკოლოგი ვახტანგ სიხარულიძე. მისი თქმით, რეჟიმი ცდილობს საბჭოთა ფსიქიატრიის აღორძინებას. სოციალური ლაბილობა არ არის ისეთი დიაგნოზი, რომლის დამტკიცებასაც თუ დადგა საკითხი და დასვა რომელიმე მხარემ კიდვა ადვოკატმა, კიდვა მოსამართლემ, კიდვა პროკურორმა, რომ 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზას საჭიროებდეს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პროკურორმა და მას დაეთანხმა მოსამართლე, ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ცდილობს საბჭოთა ფსიქიატრიის აღორძინებას და ფაქტიურად ნინო დათაშვილი ეს არის ნაზი შამანაური დღეს. ანუ თუ ასეთი რაღაცებზე არ ამოიღეს ჩემმა კოლეგებმა ხმა და არ თქვეს ხმა, მაგრამ არ განაცხადეს, ძალიან ცუდი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ხმას ამოიღებენ და სათანადოდ გაუსვამენ ხას იმას, რომ ეგ გადაწყვეტილება, რაც მიიღო პროკურორმა და რაშიას დაეთანხმა, რა ქვია, მოსამართლე და გადაიყვანეს 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ფსიქიატრულ ექსპერტიზაზე ნინო დათაშვილი, ეს არის შეცდომა არა, ეს არის დანაშაული. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ის რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს. როგორც იოსელიანის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დათაშვილი 2 აგვისტოსაც მოინახულა, რა დროსაც ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობისათვის ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დანაშაული სასჯელის სახით და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი. ქართულ ოცნებაში აქტიურად ემზადებიან 4 ოქტომბრისათვის. საარჩევნო სამზადისი აქვთ ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიებს. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს 8 ოპოზიციური პარტია. მათი განცხადებით არჩევნები საერთოდ არ არსებობს და ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას. მეგატივი იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ესაუბრა, რომლებიც არაპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ისინი თავიანთ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და საზოგადოებას უხსნიან, თუ რატომ არ იქნება სწორი გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა. ანადოლიძე ხალხისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია აღებულობს მონაწილეობას, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ხელშეწირვა, ამას არ ქვია არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ ერთ საკითხში, რომ მაინც
ხალხის ერთადგომით, პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანებით აუცილებლად მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებს. ამის ერთ-ერთი ჩემთვის მკვეთრი გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს დროებითი ადმინისტრაციის მიმართ, ევროკავშირის დამოკიდებულება დროებითი ადმინისტრაციის მიმართ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეცვლილია რიტორიკა ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან, მე ესე მეჩვენება და ასე უყურებ ამ საკითხს და მგონია, რომ ხალხის ერთადგომით, საზოგადოების ერთადგომით საქართველოს აუცილებლად მიიღებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. პოლიტიკური პარტიების რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ ხალხს გავაგებიოთ, თუ რა სიკეთე მოაქვს თითოეული ადამიანისთვის ევროპას, თუ რაც უდი იქნება უვიზო მიმოსვლის დაკარგვა და მთელი კონცენტრაცია უნდა გადავეტანოთ ამაზე, რომ ევროპული ღირებულებები დავიცვათ და ის უვიზო მიმოსვლა, რაც არის საჩუქარი ქართული ხალხისთვის, დარჩეს ქართულ ხალხს და აღსანიშნავია ერთი ფაქტი, უნდა იმუშაოს ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ იმაზე, რომ დასანქცირდეს ქართული ოცნების მესვეურები და არავითარ შემთხვევაში ქართული ხალხი. ეს არჩევნები არ არის, ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია, რომელიც გრძელდება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ პარტია ახალი და როგორც ვიცი, კიდე რამდენიმე პარტია არაპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. სამწუხაროა, რომ დანარჩენი რამოდენიმე ნაწილი პარტიის ამაში აპირებს მონაწილეობას, თუმცა ძალიან გასაკვირი არის რა მიზეზით და რა მოტივით აკეთებენ ამას, როცა არის ქვეყანაში ამხელა საპროტესტო ტალღა. ადამიანები უკვე რამდენი ხანია დგანან ქუჩაში ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რამდენი პოლიტმატივარი ყავს ქვეყანას. ამ ყველაფრის ფონზე, რა ზეწოლაც მოდის ასევე საზღვარგარეთიდან, ძალიან რთული არის, რომ იფიქრო იმაზე, რომ შეხვიდე ფარში, რომელსაც გთავაზობს ქართული ოცნება. უნდა ვუთხრათ ამ მომრჩევლებს და განსაკუთრებით იმათ, ვინც კარგად აცნობიერებს დღეს ქვეყანაში რეალურად რა ხდება, რომ არ მიიღოს ამ მომრჩეველმა ამ ფარსში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები მეგობრებო, ეს არის ფარსი და რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც გთავაზობს ქართული ოცნება. ძალიან გულსაწყვეტი არის, როდესაც ხელისუფლებას ესეთი უკონტროლო ძალაუფლება აქვს, უკვე ფაქტობრივად დიქტატურა არის საქართველოში ახლა და არანაირი არჩევნები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ პირობებში ჩატარდეს. წინა არჩევნებიდან გამომდინარეც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მასშტაბით გაყალბდა არჩევნები, ოპოზიციამ მოიგო ეს არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებამ დაწერა ის შედეგი, რაც დაწერა. არ მიუღია, რა თქმა უნდა, ის შედეგი, მაგრამ დაწერა, ხო? ანუ მის შემდეგ უკვე საქართველოს ხელისუფალმა ღიად განაცხადა, რომ ევროპულ კურსს გადაუხვია, აღარ მივდივართ ევროპისკენ. ნუ ფაქტიურად განაცხადი არ არის გაკეთებული, მაგრამ ყველა მოქალაქე მიცის, რომ რუსეთისკენ მიდის დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ იმედის დამყარება იმაზე, რომ ვთქვათ, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და რაღაც შეიძლება, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, გამოგლიჯო ხელისუფლებას, ეს რეალობას არ შეესაბამება და მაგასაც რომ თავი გავანებოთ, პოლიტიკური გემოვნება, ყველა პოლიტიკური პარტიის პირადი საქმე არის, ესე რომ ვთქვათ, როგორ უყურებენ ისინი სტრატეგიას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ერთობა დაირღვა პოლიტიკურ პარტიებში და საზოგადოებაში არსებული ერთობა იმის ირგვლივ, რომ ვთქვათ, აქტიური წინააღმდეგობა გაგვეწია ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ რუსეთის ესე რომ ვთქვათ, დამქაშებისთვის, აი ეს ერთობა დაირღვა იმ პარტიების გადაწყვეტილებით, როდესაც მათმა მიიღენ გადაწყვეტილება მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და რითაც სააბსი თუ უნებსიეთ, არ ვიცი რატო ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ ლეგიტიმურობას ძენენ ამითი არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც მთელი მსოფლიო არ აღიარებს და მიიჩნევს არალეგიტიმურ. მე ვფიქრობ, რომ სპეცოპერაცია, რასაც არჩევნები ეგრეთ წოდებული ქვია, ეს უკვე ფაქტიურად ამოვარდნილი არის ყოველგვარი კონტექსტიდან და ამას არანაირი დემოკრატიული და არანაირი ხალხის ნების გამოხატულების კონსტიტუციური ძალა არ აქვს. ამიტომ ჩვენი ერთობა ცალსახად უნდა იყოს გამოხატული ერთი რამის გარშემო, რომ შეიცვალოს ხელისუფლება იმ გზით, რა გზითაც ვაიძულებთ მათ, რომ შეიქმნას თანასწორუფლებიანი, დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნები და არა ის, რომ დამკვირვებელს იმის უფლებას კი აღარ აქვს, რომ საარჩევნო მაგიდასთან ამომრჩევლის ქმედებას დაუკვირდეს
ან საარჩევნო კომისიის წევრის რაიმე ქმედებას დაუკვირდეს. ამ მოცემულობის ნაშრომად გავართ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებით, როდესაც ველი აბსოლუტურად მოსუფთავებულია ყველა საერთაშორისო დაშორისო დამკვირვებლებისგან, როდესაც ველი მოსუფთავებულია ყოველგვარი თავისუფალი ქმედებისგან, დამკვირვებლების, კოორდინატორების და სხვა ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლების მიერ, რომელ არჩევნებში შეიძლება მონაწილეობის მიღება. და მე მინდა მოვუწოდო ჩემ კოლეგებს ოპოზიციურ ძალებს. ნუ გაქვთ მეგობრებო, ერთი პრობლემა მთავარი რომ თუ კი მე შენ აზრს ვიზიარებ, ამ შემთხვევაში მე თითქოს და ჩემს პოზიციებს ვთმობ და მე ქვექცნობიერი ფიქრი იმისი რომ ვაი და ხელისუფლება შეიძლება მე რომ ჩემი პოზიცია დავთმე და მისი აზრი გავიზიარე, ვაი თუ თანამდებობრივი პოლიტიკური შემდეგ რაიმე თანამდებობა მექნეს დასათმობი. აი ეს ჭირიც მოვიშოროთ. სამშობლოს კარგავთ, ქვეყანას კარგავთ და ამ დროს ამბიცია იმისი რომ ერთმანეთის აზრის გაზიარება თითქოს და საფრთხეს წარმოადგენს იმისათვის რომ უპირატესი გამოჩნდება ის ვისი აზრიც გავიზიარეთ და ეს უპირატესობა შემდეგ გადაიზარდოს იმის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თანამდებობას ვეღარ მივიღებ, აი ეს არის დღეს რაც ყუბავს. ამიტომ ჩვენ ლიდერის მიერ გამოგზავნილი ციხიდან ერთობის 8 პუნქტიანი გეგმა აბსოლუტურად მისაღებია იმ კუთხით, რომ ყველა პოლიტიკური ამბიცია, ყველა პირადი ამბიცია გვერდზე არის გასაწევი და თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ ადამიანთან არის სამუშაო იმის გარშემო, რომ რა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლი არიან ისინი და გავერთიანდეთ იმ ძალების წინაშე, რასაც ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავალი ქვია. ოქტომბერში არჩევნები არ ტარდება, მოდი აქედან დავიწყოთ, ეს არის ფარსი. და არანაირი მზადება ქართულ ოცნებას არჩევნებისთვის არ ჭირდება, იმიტომ რომ არჩევნები არ არის და არც არ არის. არჩევნები მოკვდა ჯერ კიდევ შარშან. იგივე ადმინისტრაცია, იგივე წესები, კიდევ უფრო გაუარესებული წესები და ასე რომ რამე შეიცვალა შარშანს მერე. უკეთესი გახდა ვინმე, ადმინისტრაცია გამოიცვალა თუ რა, პირიქით, იგივე ადმინისტრაცია აპირებს ჩაატაროს ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები. ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი და მასში მონაწილეობა ჩვენ პირადად ფედერალისტები არ გვაქვს. ჯობდა ერთიანი ფრონტით შეგვეტია და გვეთქვა რომ ესენი არიან არალეგიტიმურები და ნებისმიერ დონეზე არიან არალეგიტიმურები. ნებისმიერ დონეზე მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ამათი ალტერნატივა უნდა იყოს ახალი რესპუბლიკის შექმნა, სადაც თვითმმართველობებს ექნებათ, მართლა თვითმმართველობები იქნებიან, ადგილზე ხალხი გადაწყვეტს. ვინ აირჩიოს, როგორ აირჩიოს, როგორი წესრიგი გქონდეთ, გზები გაიყვანონ თუ, ბულვარი გააკეთონ თუ, კანალიზაცია მოაწესრიგონ თუ, მდინარის კალაპოტი მოაწესრიგონ და გაასუფთავონ, ამას თვითონ გადაწყვეტს ადგილობრივი ის ხალხი, ვინც იმ თვითმმართველობებში იცხოვრობს. გადასახადებით უმრავლესობა დარჩება ადგილზე, ადამიანებს თვითონ ექნებათ უფლება საკუთარი, ჩვენ ასე ვფიქრობთ და გვინდა რომ ეს ასე გავაკეთოთ, ექნებათ უფლება საკუთარი გადახდილი გადასახადები იქეთ მიმართოთ, საერთოდ მათ სურვილი ექნებათ. დღეს შექმნილია ძალიან დიდი კრიზისი და ეს კრიზისი არის გამოწვეული სწორედ იმ სპეცოპერაციის გამო, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და რასაც ახორციელებს სწორედ იმპერიალისტური რუსეთი საქართველოში. არავის არ ეგონოს, რომ აქ თვითონ შემოქმედება ან პირადად ერთი ადამიანი მართავს საქართველოში ამ ყველაფერს. საქართველოში ამ ერთ ადამიანსაც მართავს შესაბამისად იმპერიალისტური რუსეთი და კერძოდ პუტინი, რომელსაც უნდა რომ თავისი ყველა ის ბოროტი მიზნები, რაც ქონდა ყოველთვის იმპერიალისტურ რუსეთს საქართველოს მიმართ, სწორედ აი ახლა დაასრულოს და შედეგი დადოს. ამ შედეგის დადებაში მას ეხმარება სწორედ ეგრეთ წოდებული ეს ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებას ნამდვილად ვერავინ ვერ უწოდებს და მორიგი მცდელობა ამ ყველაფრისა, მორიგი ნაბიჯი არის სწორედ ეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც არჩევნებსაც ვერ უწოდებთ, იმიტომ რომ გასულია ყველა საკანონმდებლო ფაზიდან, ეს იქნება ისევ ერთ-ერთი ნაწილი ამ დაგეგმილი სპეცოპერაციისა. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ბოიკოტის რეჟიმშია და არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენს გარდა არიან პარტიები, ოპოზიციური პროევროპული პარტიები, რომლებიც ასევე არ იღებენ მონაწილეობას, თუმცა არიან პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის ეს არის მიზანშეწონილი, რომ მიიღოს ამ ოპერაციაში, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, ეს მათი გადასაწყვეტი იყო და მათი აზრი, თუმცა მე ვეტყოდი ჩვენს ამომრჩეველს, ვეტყოდი ჩვენს
თანაქალაქელებს და ჩემს ქართველებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისთვის. ეს არ არის თავისუფლებისთვის არჩევნები, ეს არის მონობისთვის, დიქტატურისთვის. და ეს არის არჩევნები, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს, თუ ეს განხორციელდა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დაუსვამს დიდ წერტილს დასასრულისას, თავისუფლებისა და დემოკრატიისა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ერთიანობა, ერთადგომა და ძალიან ბევრჯერ როცა უჭირდა ჩვენს ქვეყანას, სწორედ ერთიანობამ და კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლამ გადაგვარჩინა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ 430 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ დოკუმენტში აღწერილია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე წოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები. ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ და შევადგინეთ რამდენიმე თავარი სტრუქტურა მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელ აღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი ყველა მასალა. თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას ჩადენილ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებს. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის გასაგები მიზეზების გამო თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა განმარტებების შედეგად. იქნებოდნენ ეს გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს. როცა უსმენდით იმ დაზარალებულებს, ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ აი მართლა წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რომ მსგავსი შრომა ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავილის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ტალიავილის დასკვნა რომ ყოფილიყო განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ უბრალოდ მოვალე ვიყავით, რომ აგვესახა ჩვენს დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. რომ ყოფილიყო განსხვავებულად ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ომთან დაკავშირებით, ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა, უფრო მძაფრად გება შენ თვალწინ ის მასშტაბები, რასთან აქვს საქმე. ხოლო ამისთვისაც ღირდა ამ კომისიის შექმნა,
რათა ჩვენ ამისთვის ყველაფრისთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა არც საზოგადოებამ, არც ერთმა ჩვენგანმა აღარ დაუშვათ ამის განმეორება ამ ქვეყანაში. არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა ისტორიაში ზოგადად ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი ამ დონის საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოყვა პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში. ასეთი არ არსებობს უბრალოდ საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, თამამად ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არსებული თაობების, არა მარტო მომავალი თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ გაიგებს თაობები თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, არა თუ ხელისუფლებაში, საერთოდ პოლიტიკაში. ეს არის არა მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი და ალბათ საქართველოს პარლამენტს პირველად მოუწევს სწორედ სამართლებრივთან ერთად ასეთი ხარისხის და დონის პოლიტიკის დოკუმენტის მიღება. ამ დოკუმენტმა უნდა განაპირობოს უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. ეს არის საბოლოო მიზანი, რაშიც ამ დასკვნის შედეგები უნდა აისახოს. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკრიტიკებს, ნაციონალურ მოძრაობაში მას ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობას უწოდებენ. ველოსა და გახარია საქართველოსთვის შეფასებით კი საგამოძიებო კომისიის მუშაობა საბოლოოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ემსახურება. ეს კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ ასევე იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენ საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა. სამშობლოს მოღალატეების განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ კომისიას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი, რომელიც დღეს აცხადებს საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტად, არ ლეგიტიმური, არამედ იმიტომაც, რომ კომისია არის შექმნილი კონსტიტუციის და რეგლამენტის ყველა წესის დარღვევით. ამიტომ არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, რა თქმა უნდა, ამ კომისიის დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის დასკვნას ექნება სწორედ ეს დანიშნულება, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შემდგომ შეიზღუდოს და სავარაუდოდ აიგრძალოს საქართველოში, იმიტომ რომ ესეთი არის რუსეთის დავალება. ამ კომისიის თავარი მისია და მიზანი თავიდანვე ცხადი იყო პირველი ეტაპიდან, ეს იყო პოლიტიკურად დევნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციური პარტიების მიმართ. ოცნებამ ამ კომისიით რაც გააკეთა, რადგანაც მას ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების საგამოძიებო კომისია დაარქვა და შემდეგ უკვე კომისიაზე სრულ მოწმეები არ ვენინა, მათ შორის გახარიას კონტექსტში, ჩორჩანას კონტექსტში და უცინვისთან დაკავშირებით. ამით ის გააკეთა მხოლოდ რომ მორალური უპირატესობა დაკარგა ნაციონალურ მოძრაობასთან. ქუთაისისა და იმერეთის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები თემებზე ორგანიზაცია საზოგადოებრივი ანსამბლია ქუთაისის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაისვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ქალაქში ინფრასტრუქტურისა და წყალარირების მოწესრიგება, მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებებში, ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნება. ჩვენი ხედვა გავაცანით შეკრებილებს და ეს არის ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა იმისკენ, რომ განვითარდეს ქუთაისი, განვითარდეს რეგიონი და არა მხოლოდ იმერეთის რეგიონი. მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველ რიგში ქუთაისში პარლამენტის დაბრუნება, გზავნილი აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ეშინია დეკონცენტრაციის გზით სიარული. ეს ასევე არის ჩვენი აზრით სტრატეგიული გამართლება აქვს ამ ნაბიჯს, რადგანაც ის საფრთხე, ორად გახლეჩის საფრთხე, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაემუქრა, არსად წასულა. რუსეთის ჯარი დღესაც მთავარ მაგისტრალთან დგას რამდენიმე კილომეტრში და ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს არსებობა
მნიშვნელობა დასავლეთ საქართველოში ალბათ მნიშვნელოვანია არის ასევე სტრატეგიულად და ის რაც უკვე ვთქვით რომ ეს არის უმოკლესი გზა საქართველოს განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ საქართველოს მოგვიწევს ერთ ქალაქში ცხოვრება. ვფიქრობ რომ რამდენი კარგი იდეაც არ უნდა არსებობდეს ქუთაისის განვითარებასთან და მის მომავალთან დაკავშირებით, თუ ეს იდეები არ იქნება ცნობილი საზოგადოების ფართოფენებისთვის, არ ავუხსნით ადამიანებს, რა შეიძლება მოგება მოუტანოს ამას ქალაქისთვის, რა შეიძლება სიკეთე მოიტანოს, ყოველთვის იქნება ქალაქი ცალკე, მოსახლეობა ცალკე და ეს განვითარების პერსპექტივები ცალკე. თუნდაც თუ ჩვენ ვიტყვით რომ ქუთაისი უნდა იყოს ტურისტული ქალაქი, უამრავი სამუშაო გვაქვს ამისთვის ჩასატარებელი და მე მაქვს ძალიან კარგი ხედვა, ერთ-ერთი ვარიანტი თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქალაქში იმისთვის რომ მეტი ტურისტი მოვიდეს, უფრო საინტერესო გახდეს ქუთაისი და ქუთაისის შემოგარენი არ დაიშალოს, არ დაიცალოს და ქუთაისიდან ბევრი ადამიანი არ წავიდეს. ჩემნაირი მოქალაქე რომ სადღაც თუნდაც წამის 1000-ში დაუშვებს რომ შეიძლება მეც წავიდე, ესე იგი საქმე ძალიან ცუდად არის, მაგრამ თუ ჩემნაირი ადამიანები იფიქრებენ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ არავის არ მოგვიწიოს აქედან წასვლა, მაშინ შეიძლება ერთობლივად რაიმეს მიღწევა და პერსპექტივაზე საუბარი. ქალაქმა უნდა შეიძინოს ფუნქცია, სადაც ყველა დარგი თანმიმდევრულად თანაბრად განვითარდება. ეს არის მრეწველობა, წარმოება, ეკონომიკა ზოგადად, კულტურა, ტურიზმი, რომელიც შავდღეშია დღეს და სოციალური გარემო უნდა გაჯანსაღდეს. ეს არის სერიოზული პროგრამა, რომელსაც დაჯდომა მაგიდასთან აზრების გაერთიანება და შემდეგ სამოქმედო პროგრამის დამუშავება ქვია. ეს არის ჩემი ქალაქის ხვალინდელი დღე. სხვანაირი ქუთაისი ჩვენ არ გვინდა, არ გვჭირდება. დემოგრაფიული განვითარება ნიშნავს წარმატებას და თუ ჩვენ დემოგრაფიაში ეგრეთ საზღარდღეში ვართ დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი კუდომისკენ მიდის. ეს ჩვენ არ უნდა გვინდოდეს და არც გვინდა, არც დაუშვებთ ამას. ქუთაისელებო, მე ყველას მოგმართავთ. იყავით ძალიან ფხიზლად. ვისაც ეს კიდე შეუძლია, ნუ მიცემთ ვიღაც მუჩუჩებს იმის საშუალება ქალაქი დახრან. შეჭამონ და გაანადგურონ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აქ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად ქალაქს, როგორც ქალაქ ქუთაისს სჭირდება დეცენტრალიზაცია და ნაკლები დამოკიდებულება ცენტრალურ, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებაზე. ქუთაისს სჭირდება ის ხედვა, რომლებიც ძალიან ღირსეულ ქუთაისლებს უკვე დიდი ისტორიული გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული, ქუთაისის სტრატეგიული და საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მათმა მიიღონ მონაწილეობა. იყო მსჯელობა ქუთაისის განვითარებაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქუთაისი და როგორ არის მისი განვითარების პერსპექტივა. მე მაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს ასეთი შეხვედრები, რაც შეეხება ქუთაისისთვის, რა თქმა უნდა, უნიშნულოვანესი არის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნება, დატოვა ქუთაისში პარლამენტი. მეორე საკითხი, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ ასამბლეაზე იყო მსჯელობა, ვითარება ზოგადად პოლიტიკური, უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში არის აგვერასილი კორუფციიდან გამომდინარე, არავინ არ იცის, რა თქმა უნდა, რეგიონებისთვის, ხალხისთვის სამწუხაროდ და აღსანიშნავია და უნდა აღვნიშნოთ ეს ფაქტი, რომ ახლა მტკიცდება ბიუჯეტები და უნდა ვიცოდეთ, ბათუმის ბიუჯეტი არის 500 მილიონი, რუსთავის ბიუჯეტი არის 170 მილიონი და სამწუხაროდ ქუთაისის ბიუჯეტი არის 117 მილიონი. საზოგადოებრივი ასამბლეის წარმომადგენლის მაკა ხეცურიანის თქმით, ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული პირველი რეგიონული კონფერენცია. როგორც მაკა ხეცურიანი აღნიშნავს, მრავალმხრივი დიალოგი და საუბარი რეგიონის განვითარებაზე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. იყო ღონისძიება, რომელიც დააორგანიზა ქუთაისის საზოგადოებრივმა ასამბლეამ, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაცია.
და ის მიზნაც ისახავდა ქუთაისის მუნიციპალური განვითარების ხედვებზე დისკუსიის გახსნას, ქუთაისის მომავალზე ფიქრს. ესწრებოდა მრავალფეროვანი საზოგადოება, რაც ძალიან სასიხარულოა, იყვნენ აქტივისტები, იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები, იყვნენ პოლიტიკური პარტიები და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო. კონფერენცია ერთის მხრივ ემსახურება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენების, პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისი ეს არის სწორედ ჩვენი მომავლის ქალაქის საერთო საზრუნავი და მეორეს მხრივ იმ ცვლილებების შემდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება აი ამ უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჩვენ უკვე მომავალ ხელისუფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ხელისუფლება აუცილებლად კოალიციური იქნება, შევთავაზოთ საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ნააზრევი, ერთობლივი გარკვეულწილად დოკუმენტი ქუთაისის განვითარებისათვის, ქუთაისის მომავლისათვის, რა ადგილი უნდა ეკავოს მას მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაცია საზოგადოებრივი ანსამბლია ქუთაისი მიმდინარე წლის 26 მაისს დაფუძნდა. 92 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომლის შემოქმედება არაერთ უნიკალურ ნამუშევარს მოიცავს, მათ შორისაა არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი და ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი. ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში მოსკოვში მიიღო. მუშაობდა კინოსტუდია მოსფილმში. 1960 წლიდან კი გადავიდა კინოსტუდია ქართულ ფილმში. სადებიუტო ფილმი თამას მილიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. ელდარ შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები, არაჩვეულებრივი გამოფენა და შერეკილები. ელდარ შენგელაიამ 1990 წლიდან პოლიტიკური მოღვაწეობაც დაიწყო, იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი. მიღებული აქვს მრავალი პრემია და ორდენი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულებულია, შედეგები ცნობილია, ახლა ახალგაზრდები ცხოვრების ახალი ეტაპის უნივერსიტეტის კარის შეღებისთვის ემზადებიან. მეგატივი ყველა საგამოცდო საგანში უმაღლესი ქულების მფლობელ ქუთაისელ გური ბოჭორიშვილს ესაუბრა. გური ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და მათემატიკოსობას აპირებს. ის თავის ემოციებსა და გამოცდილებას გვიზიარებს. ზოგადად გამოცდების მიმართ ძალიან პასუხისმგებლობით სასწავლებლობა ვქონდა ჩემი მშობლებისადმი, ჩემი მასწავლებლებისადმი, სკოლისადმი და ზოგადად ქვეყნისადმი და გამოცდებიც ამ მოტივით და ამ ემოციით დავწერე და როდესაც დავასრულე თითოეული გამოცდა ველოდებოდი რომ არ უნდა ქონოდა ორი შედეგი ასე ვთქვათ მაღალ ქულებს ველოდებოდი, მაგრამ აუცილებლად უმაღლესი ქულები არ მქონდა გათვლაში რომ აუცილებლად უმაღლეს ქულებს ავიგებდი. თან ინფორმაცია იყო ალბათ ეს რომ მე რომ ერთი ორი ქულა რადგანაც ქართული ინგლისური არ არის იმდენად ზუსტი როგორც მათემატიკა თემაში შეიძლება რაღაც შეცდომები გამეპაროს და ვერ მივიღო ის მაქსიმალური შეფასება და ამიტომაც რომ არ დამწუხრებული იყავი მე უფრო ნაკლების მოდელი მქონდა, მაგრამ როდესაც მაქსიმალური ქულები დავინახე რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და ჩემი ოჯახის წევრების სიხარულით რომ იმ წამს გავიგე ძალიან აღმოფრთოვანებელი იყო. ამას კიდევ ის უფრო ამზადებდა რომ ცოტა ხნის წინ ბაბუა გარდამეცვალა და ის განსაკუთრებით ელოდებოდა ჩემს შედეგებს და დარწმუნებოდა რომ ძალიან გავხარდებოდა მას და ახლაც ხარობს იქ სადაც არის. თვითონ გამოცდებს როგორ შეაფასებთ? რამდენად რთული იყო, მარტივი იყო? გამოცდები ჩემთვის არ იყო იმდენად რთული, თუმცა რა თქმა უნდა რადგანაც გამოცდები ქვია არის ემოციური ფონი, არის აუცილებელი რომ ყველა დეტალს დავუკვირდე, არც მარტივად ვერ აღვიქო მათ და უნიშნულოვანესი იყო ასევე ჩემთვის მათი წერის პროცესში ის რომ მასწავლებლები ყოველ კვირას გავდიოდით ტესტირებებს და ეს ტესტირებები მაჩვენდა დროის გათვლას ასევე დაკვირვებას ამ დეტალისადმი გამოსწორებას და საგამოცდო პროცესის იმიტაციას ქნიდა ასე ვთქვათ. და ეს ძალიან დამეხმარა. ჩემი ვარიანტები რომლებიც შეხვდა
ძალიან სასიამოვნო საწერი იყო ქართულშიც, ინგლისურშიც. ვერ დავარქმევდი რთულს, რა თქმა უნდა, ასევე მათემატიკაში, მაგრამ მათემატიკაში როგორც წინა წლებში არის ხოლმე შარშან განსაკუთრებით და წელს ერთქულიანები უფრო მაღალი სირთულის იყო და მაღალქულიანები გაცილებით მარტივი. და ეს კიდევ ალბათ იმ ემოციურ ფორს ამძაფრებს, რომ რთულად წარმოგიდგენს შენს ტესტს, სანამ მაღალქულიანებზე გადახვალ და უკვე ისინიც რთულებად გეჩვენება, როდესაც შეიძლება ძალიან მარტივად ამოხსნას სხვა პროცესში. აი თვითონ ეს ერთი წელი სამზადისი როგორი იყო თქვენთვის, თქვენი თანატოლებისთვის, როცა იცოდით, რომ ეს აფხოში გელოდებოდათ ეროვნული გამოცდების ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. როგორი იყო ეს ერთი წელი? ზოგადად ჩემი მასწავლებელი მათემატიკის სკოლაში მწყდა, მუდამ აღნიშნავდა, რომ აბიტურიენტობა არის პერიოდი, როდესაც ყველა შენს ცოდნას თავი უნდა მოუყარო და ამიტომ ჩემთვისაც ეს აბიტურიენტების პერიოდი წლევანდელი წელი არ ყოფილა, ანუ სკოლაში როდესაც დავიწყე სწავლა პირველი კლასიდან 12-ის ჩათვლით, ყოველთვის ვიყავი, უნდა ყოფილიყავი მზად იმისთვის, რომ პირველ რიგში ცოდნა მიმეღო და ამაზე ყოფილიყავი ორიენტირებული და შემდეგ წლევანდელ წელს კი ეს გათვლა იყო, რომ ჩემი მიღებული ცოდნა სკოლაში ლიტერატურით, კლასიკაში ლიტერატურით და მასწავლებლის დახმარებით კიდევ გამეერთიანებინა, სწორად მიმემართა და ეროვნულ გამოცდებებზეც ისეთი შედეგი მივიღო, როგორც ჭირდებოდა და როგორცაც ვისურვებდი. და რა არის თქვენი არჩევანი? რომელ სფეროს ირჩევთ, რომელ უნივერსიტეტს ირჩევთ და რატომ? მე ძალიან დავინტერესდა შემიყვარდა მათემატიკის სფერო, კერძოდ მეცნიერება, კვლევა-ძიება და რაღაცის აღმოჩენის, ახალი სახის აღმოჩენის და უკვე არსებულის გაშლის და ასე რომ ვთქვათ, ყოველივეს მიზეზისა და მიზნის აღმოჩენის ინიციატივა, ასე რომ ვთქვათ და ჩემს მომავალ პროფესიასაც მათემატიკას ვფიქრობ, რომ დავუკავშირო და მათემატიკის და გამოყენების ფაკულტეტზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარო. ეს რადგან ქუთაისიდან ვარ და ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა ამ ქალაქში და ამასთანავე ძალიან კარგი საუნივერსიტეტო ქალაქიც შეიქმნა, ასე რომ ვთქვათ, და გაცვლითი პროგრამებიც არის, კიდევ უფრო ხელსაყრელი იყო ჩემთვის ეს უნივერსიტეტი და ეს ადგილი, რომ ჩემი ცოდნა განმევითარებინა და ქვეყნის სასიკეთო საქმეებისთვის საწინდარი გამახადა. და რომ გითხრა, ამ სფეროს ინტერესი როდის გაგიჩნდა, საიდან მოდის ეს სიყვარული და როდის გადაწყვიტე უკვე, რომ შენია ეს სფერო და აქეთ უნდა წახვიდე? მათემატიკის სიყვარული დაწყებით პროცესშივე ჩემი მასწავლებლის დამოკიდებულებამ ჩამინერგა, მაგრამ მე-5 კლასიდან უკვე როდესაც ახალი მასწავლებლები შემოვიდა, მაშინ უკვე მათემატიკა განსაკუთრებით შემიყვარდა. და ამან ასე რომ ვთქვათ, მთავარი საფუძველი ჩაუყარა და დიდი როლი ითამაშა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგ როდესაც უკვე რეპეტიტორთან დავიწყე მათემატიკის კურსით მომზადება და დახვეწა, იმ ჩემს რეპეტიტორსაც უდიდესი როლი აქვს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმდენად გამიღრმავა ცოდნაც, ინტერესიც და ჩემი დამოკიდებულებაც ძალიან ახლო გახადა მათემატიკასთან. რას ეტყოდი მომავალ აბიტურიენტებს, რომელსაც უკვე ხარ წინაფრის წელი, როდესაც უნდა მოემზადონ გამოცდებისთვის, რა იქნებოდა შენი რჩევა და მოწოდება მათ მიმართ? აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ძალიან გონივრულად გამოიყენოთ თითოეული წამი, რადგან სიზარმაცე, ზოგჯერ ნერვული ფონი გამოცდებს, რაც თან ახლავს ძალიან ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის ჩვენ და მეც მქონია ეს შემთხვევა წლევანდელ გამოცდებზე, რომლებიც ღვთისმოწყალობით გადავლახე და ამან ძალიან გამიხსნა კიდევ შემდგომი დავალებების შესრულებაში გზა. ასევე ეს წელი, რომელიც ჩვენს ცოდნას თავს უყრის და გამოცდებისთვის გამზადებს, ნაყოფიერად უნდა შევასრულოთ და არ უნდა დავიზაროთ შრომა, გარჯა და ჩვენი ენერგია, რომ მაქსიმალური ჩავდოთ, რომ შემდეგ მაქსიმალურიც მივიღოთ. იმ ბავშვებს რას ეტყოდით, ვისაც მათემატიკა აინტერესებთ, მაგრამ ცოტა ერთულებად? არ შეშინდეთ სირთულეების, იმიტომ რომ სირთულეებში არის ცხოვრების ყველაზე მეტი აზრი და ხალისი და ეს სირთულეები ქმნის ჩვენს საინტერესო ცხოვრებასაც. და მათემატიკა კი ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ცხოვრებისეულია, ანუ მარტო ერთ საკითხს არ მოიცავს, აზროვნებას გივითარებს სხვადასხვა საკითხში და ამ სირთულეებთან შებრძოლება და საკუთარი
თავის ასე ვთქვათ დაჯაბნა და გადალახვა ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ასევე ჩვენს მიზანსაც რომ არ დავნებდებით ამის გამო ეს კიდევ უფრო მეტი სასახარულო იქნება ჩვენთვის მომავალში. დიდი მადლობა გური. როდესაც